თქვენ ფუტკრები ყავდათ აქ? 16 ძირი. 16 ძირი? და ეხლა? ეხლა 2. ეხლა 2. მაჩვენეთ რა თუ არ შეწუხდებით დამათვალიერებინეთ თქვენი სახლკარი და ეზო. ჩიტების ჭიკჭიკი ისმის რაღაც საოცარი ბუნება, იცით რა მაინტერესებს აქ გარეული ცხოველები არიან, დათვი, ირემი. რაღა ეხლა ხმასარიგების შველები არის. შველები. ნაკრძალია. აბა ვინმე გავიდეს და რაღაცა არავინ არც ბედავენ, არც იმასაც. ისეთი ისაყვავს სატყეო რა. ხოჩა, კარგად მუშაობენ? ძალიან დიდ პატივს ჩვენც აქვს სემენ და ჩვენც აქვს. კარგია, ძალიან კარგი საქმეა ეს. აი აქედან დადიან, აი შველები აქამდე წამოდიან და ბღავია ხოლმე. რაღაცა გაგეცინა. არა, გამეცინა რა, გამიხარდა პირიქით რომ ყურადღება ასე ვთქვათ ცხოველების მიმართ და 2 ოჯახი გყავთ ფუტკრების. აი სავსე. და რატომ მეტი აღარ არის? მეტი რატომ? დაიხუცნე, რა ვიცი, რაღაცა, რა ვიცი, რა მოხდა. ეხლა ისინი 16 ძირის ისინი ხომ აქვს რანკები ისინი. ეხლა ისე გავაშენებ რა. და ეხლა ფუტკრები უკვე სახლში არიან, მოსაღამოვდა და შევიდნენ მეც შევიდნენ სახლში და იძინებენ ალბათ ფუტკრებიც, ხო? ცოტა ისეთი ტერმინებით ვლაპარაკობ, მაპატიეთ. მე არ ვარ გარკვეული. გარეთ როარ არის არაფერი. აი ხა ნახე რა სამო. რა ხდება ეს საოცრება? აი ეს მივეცი, აი. ეს რა არის? სეროფი მივეცი საჭმელი გარეთ როარ. სიროფი, ხო? აი ხლა ისინი აი რა საოცრება. მე რა თვითონ დაბრუნდებიან სახლში, ხო? სასაგინდა წაიღო მაინც მოვლენ. მაინც მოვლენ. 8 კილომეტრიდან მოვლენ. რა საოცრება. აი, მე უნდა გავიწიო, თორე მე თუ მიკბინეს. აი მიკბინ, ეგ ეხლა მოკვდება. რო ამოიღებთ აი ამას, მოკვდება, ხო, ეს. არა ვსივდები, მე თქვენ შეჩვეული ხართ ამას, ასე ვთქვათ. ეხლა ეს ხო მიკბინა. აი საცასვათ არის ეს უკვე მკვდარია. თვითონ ამასთან ნაწლაების გამოდის. ეხლა კი წერება. კი. მეტი რა გითხრა. იმიტომ განახეთ ამ მიკბინა. ხო. აი ამ სახლში ვინმე ცხოვრობს ზემოთ? უგურა ჩემი ბიძაშვილი. თქვენი ბიძაშვილი. ის არის და ეხლა კარიან თავის დედა არიან. კი. სახლი როგორ მდგომარეობაშია ის ზამთარი რომ მოდის, ხომ არ არის რაიმე ისეთი რომ თოვლი დააწვება, ჩამონგრევის საფრთხე? თორობა ხო გვაძლევს. ზამთარში თვითონ ჯახს გვაძლევს. რა საჭიროა მთელი ზამთრის სამყარო. რას? შეშას. შეშას გაძლევენ, ხო? ძალიან კარგია. მიხარია ეს რომ ასწავლებს. მაგრამ გვაქვს ეს უცნება. ოჩახ. მაგრამ გვაქვს ეს. მე უმადურია რა უცნების. რა თქმა უნდა, კარგი უნდა დავინახოთ. რა თქმა უნდა, კარგ შექება ჭირდება ყოველთვის. კარგი თუ არ დავინახეთ? ეს რა ხეა? ეს არის ვაშლი. ვაშლი. აი ამოხვალ. უნდა მოგვიდე იმაში რა ქვია. აი ეს სექტემბერი, ოქტომბერში დაკრიფე 1 2 3 5 5 ბერსის წაიღე ხოლმე გეწვევით ხოლმე შეწამლული არც არა გეწვევით ხოლმე რას მაჩვენებთ კიდე ისეც რაც არის აქ საინტერესო აი თხილი უფრო დასავლეთში იცის ხოლმე და როგორი მოსავალი აქვს აქ აქ თვითონ როგორც აი გურიაში გურიაში იცის კარგი სამეგრელოში ხო თხილი უფრო მეტად სამეგრელოშია ცნობილი თხილი კარგი მოსავალი მოაქვს ხო ანუ გემრიელი თხილი აქვს ვაშლი განსაკუთრებით არის ეს თხილის მეტი რა არის ხო ეს თხილია ანტარი მაჟალوارი ყველაფერია და ეს ტყის თხილი გემრიელია განსაკუთრებით თხილი ამაზე გემრიელია შინაური აი აქ ძალიან ლამაზი მთებია ულამაზესი ბუნება
თქვენ ვიცი რომ აქ შესწავლილი გაქვთ ყველაფერი როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელს და რა განსაკუთრებულობები ახასიათებს ასე ვთქვათ ამ თემს და ამ გარემოს გნებავთ ხილის, გინდათ თხილის და სხვადასხვა მიმართულებით. რა გინდა ყველანაირი ხილი არის ადგილში. ცხოველები რა ჯიშის ცხოველები არის? გლები. შველები არის. შველები. შეს თან ახლოს დარც არავინ არ ისეთი ის არის ეს ბუნება რომ არავინ არ მივა და შველს არ. შველს არ დაუშავებს არაფერს არავინ. რო გაუჭირდება მგლის. აი როგორ ხართ ხოლმე ერთმანეთში, აი ცოტანი დარჩით ამ სოფელში, ვინც ცხოვრობთ. აი ვინმეს რომ რაღაცა დასჭირდება, ვთქვათ, გადაუძახებთ ერთმანეთს, შეეხმიანებით, აი როგორ რეჟიმში ცხოვრობთ. აი ახლა ჩემ მაგარით მაგლიში რომ მივდივარ. ყველას ვეძახი ხო არაფერი არ აღწირდება. ხო, რო თან გზად თუ რა. ანუ არ ბალაპარაკენ, რო დამთავრდა. კარგი, დიდი მადლობა რომ აი ესე საინტერესო ამბები მოგვიყევით. ეს არის თქვენი სახლი. ეს არის ჩემი სახლი. თქვენი სახლი კოხტა, ლამაზი, თბილი. არ არის ლამაზი, მაგრამ რა ვქნათ ეს გულისხმობ რა საშუალებაც არის იმის ფარგლებში, ეს არის ძალიან ლამაზი სახლი და კოხტა. აქ რა რის მოყვანა არის და კარტოფილია დათესი. არის ლობიო მაქვს დათესი. კარტოფილი და ლობი. გოგრა დავთესე. აჰა. კიტრი დავთესე აგერ ეგ არის. აი, დიდი აი, აგერ. კიტრი არის დათესილი. აი კიტრი. ეხლა ეს კიტრი აქ გაიშლება და ხალხი მანამდე უნდა. ხალხმა უკვე წამოყოთავი და კიტრი ჯერ არა, ხო? თორემ კიტრი დაფარავს ეხლა. ხო, აბა რა კიტრი უფრო დიდი ენერგია. როზე წავიდნენ რომ ცოტა ის ხალხი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მადლობა დიდი რომ ასე კეთილად დაგვხვდით. მადლობა. კეთილი ხალხი. ერთი რამ მინდა დავამატო კიდევ. აი რას უსურვებდით საქართველოს? მშვიდობას და რას უსურვებდი? კარგი, ყოფნა და ყველა ქართველ ადამიანს გავმოევს. ყველა უზახს. თქვენთან ერთად. მადლობა დიდი.